მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ უკვე მარტის პროგნოზი, ვიც რომ უყვარს ბევრს და ვნახოთ ახლა ჩვენ როგორც ყოველთვის ტრადიციას ჩვენ არ ვცვლით. ეხლა რა იქნება? ჯერ გავიგოთ ვისთვის იქნება, ნუ ყოველთვის მე მაგასაც გეუბნებით, რომ ვინც უკვე არის ჩემს სივრცეში დიდი ხანია, თქვენთვის მე მგონი უნდა რეზონირდეს ყველა ვარიანტი, ხო? მე რა ენერგიები შემოდის ჩვენთან, ახლა გაზაფხული მოდის, ხო? რა თქმა უნდა, მივაქცევთ ყურადღებას ჩვენ საქმიანობას, ფინანსებს და დღეს კიდევ მან არა ვნახოთ, რას გვეტყვის ურთიერთობაზე, ხო? ანუ რას გაგვაფრთხილებენ ჩვენ, როგორ ანუ ტაროს გაშლა, ეს არის გაფრთხილება, ეს არის როგორც პროგნოზი არის, ნებისმიერი გაშლა არის პროგნოზი. რომ თქვენ იყოთ უკვე მზად იმ მოვლენებისთვის, რა მოვლენები შეიძლება მოხდეს, ხო? აბა ვნახოთ ახლა. ვისთვის არის ახლა როგორ ხართ, ხო? რა ენერგიაში ხართ? ვნახოთ ახლა ჩვენ გაშლა საჯარო, მაგრამ ჩვენ ვიღებთ იმას, რაც არის აი ჩვენი. მაგას იგრძნობთ თქვენ ყველა ვარიანტში, აქვს ყველა მყავს ნიჭიერი ადამიანი, ვისაც ინტუიცია აქვს, სხვანაირად ნუ არავინ არ იქნება, არავითარ შემთხვევაში არ უყურებს არანაირ გაშლებს. ინტუიცია თუ არა გაქვს უმცირე განვითარებული, ეს არის გამორიცხული. ამიტომ ნახოთ ახლა რა ენერგიებში შევალთ. აბა ვკითხოთ ჩვენ ახლა ამ სასწავლო ლამაზ ტაროს, დასდას. ნახოთ ახლა ჩვენ რა მარტში რა ენერგიებში იქნებით. რას გაგვაფრთხილებს ჩვენი ტარო. так, შემდეგი. ნახოთ კარიერა. ხო, სამსახური, სწავლა, ნახოთ აბა ყველანაირად, აი ისთვის იქნება დღევანდელი ინფორმაცია, ანუ მარტის თვეში, ეს მარტის თვის არის პროგნოზი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა იქნება, ნახოთ აბა რას გვეტყვის ტარო. ასე გავაკეთებ, ეხლა ანუ რა ენერგიები იქნება, ესეთი ჭარბობდეს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უფრო, თქვათ. აი ასე გავაკეთოთ ჩვენ. ფინანსები, ხო? ფინანსური მდგომარეობა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და საერთოდ რას გეტყვის ტარო, შეიძლება რჩევა იყოს, შეიძლება იყოს აქ მოვლენები, ვნახოთ. რა უნდა დღეს რო გვითხრეს ტარო, მარტს რაც შეეხება ფინანსური. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად. так, სად დავდო ეს აქეთიდოს. და რა თქმა უნდა, ურთიერთობას. ხო, რაც ეხება სარვამარტოდ მკითხეს, რომ იქნება თუ არა აქციები, არა. აქციას მივაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ეს არის ვალენტინობის დღე. იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია არანაირ აქციებს მე არ ვაკეთებ, ერთ-ერთი ეს არის გინდათ აქციად ჩათვალოთ, როგორც გინდათ, რომ ეხლა ჩვენთან ქალთა კლუბში მივაკეთებ დიაგნოსტიკას, მიმოხილვას, მოკლე მატრიცის, ბედის მატრიცის და თუ არიცით რა არის ბედის მატრიცა, აქ არის ამ არხზე დევს ვიდეო. კიდე არის მეორე არხი ჩემი ბედის მატრიცა ქვია მაგ არხსაც, იქაც ძალიან ბევრი ვიდეო საინტერესო, ისედაც დევს ჩვენი შეხვედრიდან ვიდეოები და შეგიძლიათ ნახოთ. და მიხვდებით იქ რა გარჩევები მიდის ჩვენთან კლუბში, თუ თქვენს გენდომებად მობრძანდით. ურთიერთობაში, აბა რას გვეტყვით ჩვენ მანარაჩკა ყველაზე საუკეთესო ურთიერთობის თვის. აჰა, და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. так, ნახოთ. так, ჩემო ლამაზებო, აქ მე შემიძლია ეგრევე გითხრათ, რომ აქ ახლა ამ წუთში ეს გაშლები, ეს პროგნოზი ვისთვის იქნება? იმ ადამიანისთვის, ვინც
ძალიან ბევრი რამე უკვე დაამუშავა თავის თავზე, ანუ ისწავლა ბევრი რაღაცა თავის თავზე, გაიგო. ადამიანები, ვინც რამეს სწავლობენ, ან მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი რაღაცა უნდა ვისწავლო მე. ეს შეიძლება, უეჭველი ჩემი მოსწავლეებისთვის ყველასთვის, იმიტომ რომ ბევრი მყავხართ უკვე და მიხარია, მიყვარხართ ყველა. თქვენთვის იქნება ეს გაშლა უეჭველი, ვინც თავის თავში აღმოაჩინა რაღაცა ნიჭი და თქვა, რომ მე მინდა ახალ გზას გავყვე და დავიწყო, ეს უეჭველი, ან საერთოდ თქვენ თუ რამე ახალი უკვე ახალი გზას დაადეგეთ, ასე ვთქვათ. და დაიწყეთ რაღაც ამ სიახლეებს უკვე გრძნობთ, რომ თქვენ ცხოვრებაში მიდის უკვე სიახლე, იმიტომ რომ თქვენ მაგისთვის ბევრი რამე გააკეთეთ. ანუ აქ უნდა იგრძნოთ ის ენერგია, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ მე ეს გამოცდილება, რომელიც უკვე გაქვთ, ეს არის რვიანი პენტაკლები საჩვენებს გინდათ კლასიკაში, გინდათ აქ, იმას რომ ადამიანი დროს ხარჯავს იმისთვის, რომ კი არ ხარჯავს, სწორად არ არის ესეც გამოთქმა, დევს თავის თავში, იმიტომ რომ ყველაზე კარგი გინდათ ფინანსური ჩადება, ხო? შენს თავში, შენს განვითარებაში, იმიტომ რომ ეს დაგეხმარება სულის ევოლუციისთვის, იმიტომ რომ აქ ჩვენ მოვდივართ სულ ყველა იმისთვის, რომ განვითარდეთ, ვისწავლოთ სიყვარული და ჩვენი თავის მიღება, ამისთვის ჩვენ ბევრი რაღაცა უნდა გავიგოთ ჩვენს თავზე, ხო? ეს არ არის აქ უბრალოდ რა არის პასუხი იმათთვის, რა ითქვა, დედამიწაზე აბსოლუტურად ყველა სული არის მოსული იმისთვის, რომ იმუშაოს თავის თავზე, რომ უფრო და უფრო გაიგოს, რას ნიშნავს თვით შეყვარება, თვით სიყვარული, საერთოდ სიყვარული, იმიტომ რომ შენ რო შენი თავი გიყვარს, შენ ყველა გიყვარს, შენი თავი თუ არ გიყვარს, არავინ არ გიყვარს, ხო? და ამისთვის არის საჭირო, რომ ბევრი რაღაცა შენზე გაიგო და ამიტომ ყველაზე კარგი ინვესტიცია არის ინვესტიცია შენს განვითარებაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. და ამიტომ აქ არის ზუსტად ეს მომენტი, როცა ადამიანი ნამდვილად ამაში დევს ფინანსებსაც, ადამიანი მართლა ფიქრობს იმაზე, რომ როგორ გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრება, ეს აქ უკვე გადაწყვეტილება ადამიანს მიღებული, რომ მე მინდა რომ გავიგო ბევრი რამ ჩემს თავზე. ანუ სხვანაირად, ან უკვე გახსნა თავის შემდეგ, რომ თუ შენ რაღაცა სფერო გიზიდავს თუნდაც და გინდა რომ შეისწავლო, არ უნდა დაგენანოს მაგისთვის. ეს სიტყვა მე ფული არ მაქვს, ძვირია ჩემთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად არ ახარ და დარჩებით ისე ვისე იქ, სადაც ხართ, იმიტომ რომ როცა შენ გინდა რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს, როგორ შეიძლება შენი ცხოვრება? იმ შემთხვევაში შეიძლება შენი ცხოვრება და იქნება სულ სხვანაირი, როცა შენ ბევრ რამეს გაიგებ შენს თავზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომ ზოგისთვის მაგალითად ეს რომ გავიგო ჩემს თავზე ბევრი რამე, ეს არის რომ მე ვიპოვე ინფორმაცია ისეთი, რომელმაც მე მომიყვა ყველაფერი ჩემს თავზე. ჩემ შემთხვევაში, რადგან ჩემ არხზე ხარ, ეს არის ბედის მატრიცა. ეს არის ჩემთვის უნიკალური ინსტრუმენტი, სადაც არის ყველაფერი წერია, ბიჭიზის და კითხულობს, ხო ხედავ? წიგნი არის, შენი ცხოვრების წიგნი არის და იმ ცხოვრების წიგნიდან შენ იმდენ ინფორმაციას ამოიღებ, რაც შენ მოგცემს საშუალებას იცხოვრო თავისუფლად, ისე როგორც შენ გინდა. როგორც შენ გინდა, იმიტომ რომ შენ უკვე იცი რისთვის არის ყველაფერი, რისთვის მოვიდა შენი სული და უკვე შენ შეგიძლია ამით იმოქმედო სხვანაირად, გამოიყენო შენი ცოდნა. გამოიყენო მაქსიმალურად შენი ცოდნა. რის შენს თავზე, ანუ რა მიშლის ხელს, რა დამეხმარება და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი სულ ყველას კითხვები. რატომ არის ჩემ ცხოვრებაში ეს, რატომ არ ხდება, რისთვის არის? აქ ადამიანი ნამდვილად უმრავლესობა იქნება იმ ადამიანების, ვისაც ეს კითხვები აინტერესებს და ვინც უკვე იწუხებს თავს, რომ თავის თავზე ბევრი რამე გაიგოს და არა მხოლოდ იჯდეს და იტიროს, რომ
ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, მაგრამ რატომ არ ვუყვარვარ, ან რატომ არა მაქვს ფული, ან რატომ არა მაქვს სამსახური, ისეთი როგორც მე მინდა, თუ არ გაინტერესებს და შენ თუ ზიხარ იმ ენერგიაში, რომ ფული არა მაქვს, არც გექნება, დამიჯერეთ. ეს არის აი 1,000,000%-იან პრაქტიკიდან გეუბნებით, რა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შენ თუ დაფიქრდები და იტყვი, რომ всё, მე გადაწყვეტილება მივიღე, მე უნდა გავიგო ყველაფერი, ხო? რაც არ უნდა დამიჯდეს, აი უბრალოდ ეხლა დაწერეთ, აი თუ გინდათ კომენტარებში ის ადამიანები, ну წერენ ისედაც გოგოები ძალიან ბევრი ბიჭებიც და დაწერეთ, რომ აი ვინც თქვათ, გინდაც მადრიდსა გაიარეთ, გააქვთ უკვე, გინდაც ეხლა შეიძლება სხვა რამის გააკეთეთ და ანუ რა რითი დაგეხმარათ თქვენს ცხოვრებაში. ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც მიიღეთ, იმიტომ რომ ნუ პრინციპში თქვენთვის არის უფრო ეს, იმიტომ რომ გავხსენი რაღაცა ცოდნე ჩემში, ბევრი ვეცადე და გავხსენი. დიდი ხანია ჩემ თავს ვეძებდე და ვიპოვე. აიგეთ, აი ესეთი რაღაცა არის აქ. აქ რაღაც ადამიანის ცხოვრებაში ახალი შიმის, რაღაცა ახალი ცოდნა. მივხვდი რაღაცა ცხოვრებაზე, მივხვდი მე რაღაცა. აქ კიდე შეიძლება ნახეთ როგორი პენტაკლებია მაინც მთავარი და შეიძლება ზოგმა დაიწყო თქვათ აი აინტერესებს აი თქვათ ну ფულის ენერგია სხვანაირად შეხედა თქვათ დაუშვათ შეიძლება სწავლა სადღაც დაიწყეთ. ну აი ეგეთი ენერგია მივხვდით თქვენ ახლა. კარგით, გადავედით ახლა მარტი რას მოგვიტანს, რა ენერგიებში ვიქმნებით. მე მომწონს. ну ეხლა ნახეთ, პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ აი ყურადღება პრინციპში გოგოებსაც და ბიჭებსაც საყურადღებოდ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ იპოვით თქვენი თავის სიყვარულს. ეს არის უმნიშვნელოვანესი, როცა ადამიანი მიხვდება, რომ მე ვარ ბედნიერი იმის მიუხედავად, თქვა, ანუ ილუზიიდან გამოდიხართ, როცა აი ბევრი თქვა ფიქრობს და შეიძლება რომ ან ფიქრობს, რომ მე დაუშვათ თუ მყავს პარტნიორი, მაშინ ვარ ბედნიერი. აი მე მჭირდება მამაკაცი იმისთვის, რომ ბედნიერება მომიტანოს, ხო? აქ მე თვითბედნიერება ვარ, მე თვითონ შემიძლია ვიყო ჩემ თავთან ბედნიერი. იმის გარეშე, თქვა, ანუ ეს ილუზიები მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რომ აი მხოლოდ თქვა პარტნიორს შეუძლია რომ შემიქმნას მე დავუშვათ ახლა ისეთი სივრცე, სადაც მე კარგად ხარ, თუ შენ თავთან კარგად არ ახარ, მილიონი ადამიანი შევიდეს, გამოვიდეს შენი ცხოვრებიდან, მაინც ვერ გაგაბედნიერებს რა. და პლუს კიდე მე შემიძლია გითხრათ გოგოებო, თქვენ აი აქ მე არ გამოკვირდება, რომ თქვენ სივრცეში, ну მაინც გაზაფხულია, ბევრი არჩევანი გექნებათ მამაკაცებისგან, შეიძლება ითქვას რა, იმიტომ რომ ყურადღებას მიაქცევთ, იმიტომ რომ გოგოები აქ მიზიდავენ აუცილებლად და ბიჭებიც დაუშვათ ყურადღებას так, ეხლა დამართ, ანუ ისე რა ქვია, საპირისპირო, ხო? სკესის წარმომადგენლების, აი, თქვი. так, აბა ვნახოთ კიდე აქ რა ხდება, მაინტერესებს. ხო, ილუზიებიდან გამოდიხართ, ბევრი გამოდის ილუზიიდან, ხო? ანუ რაც მე გითხარით, რომ შენი თვითბედნიერება შენზე დამოკიდებული, აქ მართლა რაღაცა ბევრი ილუზიები წავა, მაგრამ შემოდის, აი თვითბედნიერება შემოდის. გაიგეთ, აქ უეჭველი ადამიანი იგრძნობს თავს ძალიან კარგად, იმიტომ რომ აქ რაც მე ვილაპარაკებ, აი ასეთი ადამიანებისთვის ეს ახლა არის ნორმა. კი ბატონო რა. კი ბატონო, შემიძლია გითხრათ კიდე აქ როგორი მომენტი ვინმესთვის იყოს. შეიძლება აი აქ ნახეთ, ეხლა ცივი გონებით დაფიქრდებით გოგოებო და გინდას ბიჭებო არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ენერგიას თუ ავიღებთ ჩვენ, ხო? ანუ ეს არის როგორი მომენტი, იცით? როცა ადამიანი მიხვდება
ნუ აი აღარ მინდა გამეორება 15-ჯერ ერთი და იგივე რაც გითხარით რა. ადამიანი მივხვდება რომ ძალიან ბედნიერი ვარ მე, როცა ჩემი თავი მიყვარს, როცა ანუ აქ რაღაცა თითქოს დასრულდება რაღაცის სწავლა, იცით? რაღაცა ცოდნას იღებთ თქვენ და ეს ცოდნა თქვენ გაბედნიერებთ რა. კიდე შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია, თუ დაუშვა, აქ მამაკაცზე დამთავრდება, ანუ პარტნიორზე ილუზიები დამთავრდება. რაღაცას ცოდნას მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვანს, რომელიც თქვენ გაგაბედნიერებთ. მოდით გადავედით ახლა უკვე სფეროებზე და მე უფრო კიდე მივხვდებით აქ ჩვენ რას გვეუბნებით, რომ ძალიან საინტერესო არკანები გამოდის. ანუ ჩვენი საქმიანობები და სწავლა, ხო? ასე ვთქვათ. საქმე. Так, საქმე. აქ რაღაცა ახალი არის, იცით? აი ნახეთ, კიდევაც ვიძახე, რომ აქ თითქოს თქვენში ხსნით რაღაც ახალ ცოდნას, აი აქაც. შეხედეთ. და შეიძლება როგორ იცით, აი თუ გქონდათ უკვე ის მომენტი, რომ მე არ ვიცი, ანუ ეს სწავლა გამომადგება თუ არა, ვისწავლი თუ არა, სიტყვაზე, ხო? ანუ მე სიამოვნება თუ არა, ხო? ეს რასაც მე ვაკეთებ. აქ даже რაღაცა იცით რა არის, შეიძლება ძალიან საინტერესო არის რა ეს არკანი აქ ამ დასტაში, რომ აი თითქოს რაც გქონდა დავიწყებული, აი იმას გახსნით. აი არ ვიცი ეგეთი ინფორმაცია მოდის, რა ვიცი. ნახეთ, რას ნიშნავს დავიწყებული? ნახეთ, შეხედეთ ეჭე აგიხსნით. აი ნახეთ, საერთოდ დაუშვათ, აი მაგალითზე გეტყვით რა, იმიტომ რომ თქვათ აი ტაროზე სიტყვაზე. ადამიანს ხო იზიდავს ეს ინსტრუმენტი, ხო, მაინტერესებს რა, რაღაც ძალიან იზიდავს რა. მაგრამ ვერ ხსნი რატო? და ნუ ზოგს შიში აქვს რაღაცა მომენტები, მაგრამ მე თქვა დაუშვათ, რომ გადაწყვეტილებას იღებს და всё, უნდა ვისწავლო თავის მასწავლებელს ფოლოს და სწავლობს. და ისე იხსნება აი ეს არკანები, ხო, რომ თითქოს ღმერთო ჩემო, ანუ აი ადვილად ვითვისებ, ხო, დაუშვათ, ნუ ან ადვილად ვიღებ, ხო? ნუ შეიძლება ზოგი არა იმდენად ადვილად, მაგრამ მაინც ვერ ტოვებ, მაინტერესებს. ეს ამას ქვია გაღვიძება, გახსენება იმისი, ანუ ესე იგი ეს უკვე იმას ნიშნავს, იმიტომ რომ ნუ ჩემ მასწავლებს მაგალითად სუკოლას აქვს მატრიცა გაკეთებული და სუკოლას აქვს ეს პროგრამები, რომელიც მეუბნება, რომ ადამიანი იყო დაკავებული ეზოტერიკის წინა ცხოვრებაში და ეხლა უბრალოდ ნუ უნდა გააგრძელოს და აი ეს არის გახსენება. მე მახსენდება, მე გამახსენდა ეს რაღაცა ცოდნა და აი ეს არის ზუსტად. აი აქ თქვენ რაღაცა ესეთი მომენტი, რაზეც უკვე ფიქრობდეთ, რომ არ ვიცი, ხო, იქნება თუ არა. აი თითქოს თქვენ გამოდიხართ ანუ იღვიძებთ და მიდიხართ უკვე აი იმაში, რაც თქვენთვის არის საინტერესო, გაიგეთ? შეიძლება ისეთი რაღაც, რაზეც არც გიფიქრიათ თქვენ. ან ფიქრობდეთ, რომ არ გამომივა დაუშვათ, ხო? ვერ ვისწავლე. აი აქ გეუბნებით თქვენ, რომ უფრო даже მოგინდებათ ზოგს კიდე ღრმად შესწავლა. იმიტომ რომ აქ შეიძლება ადამიანი ეძებს კიდევაც ცოდნას, თქვათ, რაღაცა ისწავლა და კიდე რაღაცის ცოდნის ძიებაში არის, ხო ხვდებით? ამიტომ გეუბნებით, რომ აქ თქვენ ისეთი ენერგია არის, რომ დაიწყებთ კიდე უფრო კიდე ვარიანტებს მოძებნით და ეს სწავლა და თქვენთვის იქნება ძალიან სასიამოვნო. აი ხა თუ სწავლაზე უყოლაპარაკი, იმიტომ რომ აქ ვეძებ. კი ბატონო, იმიტომ რომ ნუ აი გეუბნე ნახეთ ტუზე რას უნდა მიაქციოთ, ყურადღება უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება აუცილებლად, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი, შენ უბრალოდ აქ მიგვითითებენ იმას, რომ ნუ ეუბნები უარს იმაზე, რაც შენ გაინტერესებს, იმიტომ რომ უკვე ისედაც ბევრი დრო გავიდა და უკვე ნუ გაურბი ხარ იმას, რაც შენ მოგწონს და გაინტერესებს და ეს ნუ იმას მიაქციე ყურადღება.
უკვე მიიღებ გადაწყვეტილება, შენ ხო აი აქ ხო ხარ ამ მიღებაში და ბოლომდე მიიღეს გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ნუ პრინციპში აქაც გვაჩვენებენ რომ მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანი რაღაცას ისწავლის და ბედნიერი იქნება რა. იმიტომ რომ აქ თქვენთვის არის რაღაცა ახალი ეტაპები იხსნება თქვენ ცხოვრებაში. და თქვენ ნამდვილად უნდა გააკეთოთ ეს სწორი არჩევანი, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე რაღაცას ნუ ადამიანი რომელიც ვერ პოულობდა იმ საქმიანობას, რა საქმეც უნდოდა რომ ეკეთებია, აუცილებლად აქ თავის ჯეკპოტს მოიგებს და აუცილებლად იპოვის იმას, რასაც ეძებს. აი აქ ეძებს ადამიანი ახალ რაღაცას, ვეძებ და აი აქ უკვე ადამიანი ვიპოვ ის, რაც მე მაბედნიერებს და ვარ კარგად. აქაც გვეუბნებიან, რომ 100%-იანი გადაწყვეტილება მიიღე და ნამდვილად ბედნიერი იქნები. კი ბატონო. კი, ძალიან ბედნიერი და გამარჯვებული იქნები. გესიამოვნება, იმიტომ რომ ეს ეხება ახალ სამსახურს, ახალ ცოდნას, ახალ თქვათ, ნუ წინსვლას და ასე შემდეგ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი რომელიც ეძებდა იმას პოულობს. მოდით აი ასე ვთქვათ ჩვენ და ამით ამ ენერგიებს დავასრულებთ ხო და გარჩევა, იმიტომ რომ მივხვდით თქვენ რომ ნამდვილად ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ თქვენ აქ ნახავთ იმ საქმეს, რომელიც თქვენ გესიამოვნებათ და პლუს კიდე გაახარებს სხვებსაც. თქვენი ეს ცოდნა. და მგონი გასაგებად გითხარით. კარგით, ეხლა შემდეგი ჩვენ ფინანსური მდგომარეობა. აქ არის როგორი სიტუაცია არის, თქვენ გამოდიხართ იმ ენერგიიდან, სადაც აი დავუშვით, ნუ შფოთვა გქონდა, შეიძლება აქ ახლა მთვარე წავიკითხოთ დღეს ასე რომ იმიტომ რომ აქ არის თითქოს იცით რა, ვინც მიდის თავის პირად დანიშნულებით, ან პირად დანიშნულება რა არის, ესე იგი მე გავხსენი, აქ გაიხსნება ნაკადი იხსნება იმ შემთხვევაში, როცა შენ აკეთებ საქმეს, რომელიც მოგწონს. იგიცოდეთ რომ ეს არის აუცილებელი რა კომპონენტი, უნდა მოგწონდეს, უნდა გიყვარდეს, უნდა გინდოდეს, უნდა გულით და სულით გიყვარდეს რა ის, რასაც შენ აკეთებ. აი მაშინ ნაკადიც გაიხსნება აუცილებლად რა. იმიტომ რომ აქ რაღაცა დახურული რაც იყო, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი იცით, რაღაცა შფოთავდით თქვენ, მაგრამ აი ეს იყო რომ ვიღაცის დახმარებით თქვენში გაიხსნება რაღაცა, ანუ მოგეცემათ საშუალება მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ. კიდე ახლა მთვარეს მაინც ხო ტრანსფორმაცია, კი ბატონო, კი ბატონო. ფულში აქ არის ტრანსფორმაცია, რაც იყო თქვენში დაბლოკილი. ხო, რაღაცა არ მოდიოდა ენერგია, იმიტომ არ იყო ეს ენერგია არ მოდიოდა, იმიტომ რომ დაბლოკილი იყო, იმიტომ რომ რაღაცა უნდა ცვლილება მომხდარიყო. და ნახეთ, როცა შენ ხარ ასეთ ენერგიაში, როცა შენ ფიქრობ, რომ დაუშვებ თუნდაც ფულის თემაზე, ხო? ანუ მე მინდა კიდე უფრო მეტი. იმიტომ რომ მაგ ცოდნა, რომელიც მე უნდა გავცე და ამიტომ მე მაგაზე ბევრს მუშაობდი, მე ბევრი დავდე მაგაში, თქვა, ჩავდე მაგაში ფინანსები ჩემ ცოდნაში, ხო? მე დრო ჩავდე ჩემს ცოდნაში, მე ეს ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა მინდა რომ მქონდეს ნორმალური ანაზღაურება. იმიტომ რომ მე ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთო ისეთი, რომ ადამიანებსაც იყო საჭირო. ამიტომ ეს ენერგიას გვეუბნება, რომ მორჭე სიტუაცია, ანუ ესე იგი ეს როგორ არის, შენ როცა ანუ შეტყობინებას აძლევ, ხო, მაღალი ძალა, იქაც ხო უნდა დამუშავდეს ეს ყველაფერი, ხო, რაღაც ერთგვარი გამოცდებიც არის, სირთულეებიც შეიძლება იყოს, თქვათ, ხო, იქაც სამყაროში რაღაცა ტრიალებს, ხო, იმისთვის რომ უკვე გამოაცოცხლოს რა ეს სიტუაცია და უკვე ისევ გაგიყვანოს შენ რაღაც ახალ ეტაპზე, ხო? ამიტომ გვეუბნებიან, რომ აქ უკვე თითქოს შენ ცვლილება წავა, შეიძლება ეგ სიტუაცია შეიცვლება, უკვე მიღებულია,
შენ არ შეგეშინდა და ამიტომ ჩვენ დაგეხმარებით ამ ბლოკებს მოგიხსნით რა, იმიტომ რომ პრინციპში შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ შეიძლება ხა ფიქრობდი არ გამოგივა და რაღაცა, მაგრამ აქ ის სიტუაცია იცი როგორც იყო აღარ იქნება არავითარ შემთხვევაში. სხვათა შორის დღეს უნდა ჩავწერო გაკვეთილიც ისეთი შემოსწავლების, აი ტრანსფორმაციულ არკანებზე მეუზომოდ მიყვარს ეგენი და კიდე ერთხელ გავიაროთ და აქ დავდებ YouTube-ზე. ხო და ეს არის კიდე ანუ რას გვეუბნებიან, ხო? ნუ მიპლანგავთ ფულს, ისედაც ამასაც გვეუბნებიან, შეინარჩუნეთ ეს ენერგია. კი, ცოტა. ანუ შეინარჩუნეთ ენერგია, რომ ტყუილა არ დაპლანგოთ ეს ფული. აქ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? ხო, ნუ აქ ნაკადი ყველა ვარიანტში, რომელიც იყო გაჩერებული, ცვლილება არის და ფული უნდა მოვიდეს. მე რას ვფიქრობ, იცით, რომ აქ ადამიანი თქვენ აი ფულის დახარჯვა, ხო? ანუ უნდა იყოს დაფიქრებული, უნდა დავფიქრდე რისთვის მჭირდება. კიდე ვისაც უნდა სწავლისთვის ფული, ხო? აი სწავლა დაუშვათ. კი ბატონო, თქვენ მაგისტრის გექნებათ, მოგეცემათ საშუალება ყველა ვარიანტში. თუ ოჯახში საჭირო იყო რაღაცისთვის თანხებით, ხო? ეგაც აუცილებლად კი იქნება შემოსვლა. კი. შემოვა თანხები, რაც თქვენთვის რაღაცა იყო აუცილებელი, მნიშვნელოვანი. სხვათა შორის შეიძლება თქვათ ოჯახიდან ვიღაცა მიიღებს ამ მემკვიდრეობას. ეხლა ძალიან შეიძლება ისეთი ძალიან დიდი არა, მაგრამ მიიღებს ვიღაცა, თქვათ ეხლა ნუ რაღაცა ახლა მემკვიდრეობად ფულს ან ოჯახიდან თქვათ კიდე ხო, ნუ მემკვიდრეობა ალბათ ხო ქვია მას ზევის შენი ნასლიერства. კი, ნუ პრინციპში აქ რაღაცა ივსება და ძალიან ჩქარად ტრიალდება ეს ბორბალი. რაღაცა პრობლემებიდან გადიხართ, იცით? თუ დაუშვათ იყო რაღაცა მომენტი, რომ აი შეჩერების მომენტი, აი გადიხართ, ან რაღაცა სწრაფად აი საით მე მიხის ეკიდება. ანუ როგორ არის გამოსვლა არის თუ იყო თქვენთან დაუშვათ ხო ეს გაჩერებული სიტუაცია და ფიქრობდით რომ არ ვიცი რანაირად ახლა როდემდე უნდა იყოს ერთი და იგივე და თებერვალი საერთოდ რთული თვე იყო სხვათა შორის ბევრს ჰქონდათ გაჩერება ფინანსებში ნუ არ იყო ისეთი ნაკადი როგორიც თქვათ ჰქონდათ მაქამდე ხო ამიტომ აქ არის სიტუაცია რომ სწრაფად გამოდიხართ ამ გაურკვეველ სიტუაციიდან რა და ნამდვილად მიდის ეს ახალი ნაკადი მოდის აი ახალი აქაც გვაჩვენეს და დაგვიდასტურეს უბრალოდ ეხლა ის გავხსენი ეს პოზიციები კარგით всё ფული გვექნებათ ეხლა შემდეგ მოდით ვნახოთ ეხლა ურთიერთობა ოხოხო так ეხლა ვნახოთ შევეცდები მაქსიმალურად ну კაი მე მგონი ისეთი არკანები რომ შეიძლება რომ ვაჩვენოთ ეხლა ნახეთ რა არის ეხლა აქ პირველ რიგში რაც გითხარით მე თქვენ მივხვდებით რომ თქვენ ისედაც აი ეს პოზიცია ზუსტად პრინციპში აი ნაჩვენები რა რომ თქვენ აქ ვიღაცას შეხვდება სიყვარული და უკვე თქვენ დაანებებთ თავს დაუშვათ იმ ძიებას რო თქვათ ეხლა ეძებდით ხო თქვა ნუ გინდოდა თქვათ რაღაც ნუ მივხვდებით რა უკვე რომ აღარავის აღარ ვეძებ შეიძლება და ის ადამიანი რომელიც თქვენთან არის ეხლა იმასთანაც დარჩებით უბრალოდ აქ თქვენ და გააკეთეთ აქ არჩევანი იცით უეჭველი აი აქ უეჭველი რაღაც არჩევანს მიიღებთ თქვენ მივხვდებით რომ ის ადამიანი ვინც არის აი ცით რა არის აქ თითქოს როგორი სიტუაცია ნახეთ ესეც აქ ილუზიები კი წავა მაგრამ თქვენ თვითონ რაღაცას გაიგებთ იცით რაღაცას მივხვდებით თქვენ თქვენს ბედნიერებაზე იცით იმიტომ რომ აქ თითქოს როგორი ენერგია იცით როცა
ვიცი რომ ბევრს მოვწონვარ, ხო? აქ კიდე რაღაცა არ მოგწონდა თქვენი პარტნიორის აქციელში, მოდით ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ თითქოს რაღაცა მიღება გაქვთ, იცით? მე ვიღებ შენს თავს ისეც როგორიც შენ ხარ. აქ რაღაც თქობა დაამუშავებ თქვენ მივხვდებით რა. იმიტომ რომ შეიძლება даже ვიღაცა მივხვდება, აი მეგობარი თუ იყო, ну კაცი და ქალის მეგობრობა ძალიან ის არის რა, საეჭვო თემა, მაგრამ აქ შეიძლება ადამიანი დაუშვათ. იცით როგორი, არა, მოიცეთ წამოვიდა ინფორმაცია და ეს წარსულში რა მიდის. აჰა, დამშვი. ამას ტოვებს, ხო? კი. ნახეთ, ანუ ეს იგი როგორი მომენტია, თქვენ თუ გქონდათ აქ ოცნე, რაც გითხარით, პრინციპში, ნახეთ, აი აქ, რაც გითხარით რა, იგივე არის აქაც. ანუ თქვენ თუ გქონდათ ოცნება, რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, ვიღაცა უნდა მოვიდეს ჩემ ცხოვრებაში და იმან უნდა გამაბედნიეროს, აი ეს სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან მიდის. გაიგეთ? თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ ოჯახი, სადაც თქვენ აი ვითომ ურთიერთობა იყო, ვითომ ოჯახი, აგარ გამიკვირდება, რომ ვიღაცა შეიძლება აქაც გადაფასებას გააკეთებს და იზღვის, რომ მე ვარ მთავარი რა, მე ჩემ თავს ვირჩევ რა. კიდე ხო, მეორე ადგილზე არ მინდა ვიყო. აქ მიდის რაღაცა ტრანსფორმაცია უეჭველი მიდის. ნუ აი ნახეთ ყველაფერი მეუბნება რომ ტრანსფორმაციაზე უნდა გავაკეთო ახლა. ჩაგიწეროთ ისინი რა ქვია. თქვენს თავს ირჩევთ, მოდით ასე ვთქვათ, აქ დამოკიდებულება მიდის თქვენი დაუშვათ თუ იყავით ძალიან დამოკიდებული იმათ თქვენს პარტნიორებს და ასე შემდეგ, წარსულში რაც იყოს, შეიძლება წარსულში თქვენ ფიქრობდით, რომ იმ შემთხვევაში ვიქნები ბედნიერი თუ დაუშვათ აი ჩემი პარტნიორი თქვათ, იქნება ჩემსგვარი. აი აქ რაც გითხარით პირველი იგივე მაჩვენა მან არამაც რა. ცოტა დამხურავ, იმიტომ რომ ცოტა ისე არკანები წამიდა, YouTube-ზე არ შეიძლება ამის დადება. ხო და აი ეს რაც თავში ვთქვი, თუ ვერ გაიგეთ კიდე თქვათ ან დაგავიძეთ, კიდე გადაახვიეთ და მოусმინეთ რა. აი ზუსტად ესმით რა მან არამაც რა თქვენ თავს ირჩევთ. პრინციპში ენერგიები ძალიან კარგი. მე მომეწონა, რა ვიცი, თქვენ დაწერეთ, თქვენ რამდენად მოგეწონათ. აქ ეს ყველაფერი რაც ჩვენ გვიმზადებს მარტი მე რა თქმა უნდა გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს მივიღოთ ჩვენ სიხარულით მარტის თვე, პირველი გაზაფხულის თვე.